19 იანვარი ნათლიღების დიდებული დღესასწაული კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვაძლევს შანსს მთელი წელი ფანტასტიკური წარმატებებით ვიკვებოთ და პლუს ამას ეს ყველაფერი ლამაზ საჩუქრად გამოგვიგზავნოს სამყარო. მაშასე, როგორც ყოველთვის, ეხლაც არ გავუშვებთ ამ შანსს ხელიდან და ამ ვიდეოს მოსმენამდე აუცილებლად მას დაალაიქებთ და შემდეგ ყურადღებით მოვისმენთ და გადაცემთ სხვებსაც. ზუსტად 18-დან 19 იანვრის გარდამავალი ღამე თავისი უცნაური და წარმოუდგენლად დიდი შესაძლებლობების მქონე ძალებით ისევ და ისევ შეიძლება ჩვენ სასიკეთოდ მოვიხმაროთ და ამისათვის რას გავაკეთებთ? უბრალოდ გავდივართ ქუჩაში, ეზოში, აივანზე, ვაღებთ ფანჯარას და ამასობაში საგულდაგულოდ მომარაგებული ჩვეულებრივი სუფთა წყალი, ეს იქნება ქილაში, ეს იქნება ბოთლში, ეს იქნება ვედროში, არ აქვს მნიშვნელობა რაიმე სუფთა ჭურჭელში და სულ 1 ან 2 მაქსიმუმ 5 წუთის განმავლობაში დავდგათ. ამ მომენტისათვის ის ახალი ენერგია, კოსმოსური, შეუცნობელი, ღვთიური, აუცილებლად იგრძნობთ როგორ გადმოდის თქვენთან. თქვენ ამ ყველაფრის შემდეგ იღებთ აი ამ წყალს და ასე ამბობთ გულში. ვიღებ დაე იყოს ასე. ვიღებ დაე იყოს ასე. ვიღებ დაე იყოს ასე. დასაკვირველია ჭურჭელს კიდევ ხელთ ბრუნდებით სახლში და სახლში რასაკეთებთ? აქ უკვე ფრიად ყურადღების მისაქცევია. ძვირფასებო, მით შეიძლება სახე დაიბანოთ, შეიძლება ხელებიც, შეიძლება ამ წყლის მეშვეობით პრინციპში ოთახის ყველა კუთხე კუნჭულს მოასხათ და დალიოთ კიდეც. მოკლედ, ეს წყალი 1 წლის განმავლობაში არსად არ წავიდეს, იყოს ისევ და ისევ შენახული ჭურჭელში და როცა წლის განმავლობაში იგრძნოთ, რომ ძალიან გჭირდებათ უზენაესი ძალების დახმარება, გაქვთ პრობლემები, რაღაც ამდაგვარი გამოუვალ სიტუაციად იხლართებით და გეჩვენებათ, რომ დახმარება გჭირდებათ, აი მაშინ იხმეთ ზუსტად ეს თქვენი საიდუმლო ბოთლი. ზუსტად ანალოგიურად შეგიძლიათ დალიოთ, სახეზე მოისვათ, თქვენი ოთახის სახლის კუთხეებში მიაბწყუროთ და ისევ შეინახოთ ჩემო ტკბილებო და კარგო ადამიანებო. არაფრით არ შემეძლო ეს ყველაფერი, რომ არ მეთქვა და თუ უკვე ხართ ხაზზე, აუცილებლად ესტუმრეთ ქურუმი ქალის ტაროს, ეს არის Facebook-ზე, ეს არის აუცილებლად YouTube-ზე, ეს არის TikTok-ზე, TikTok-ზე პასუხებს არ ვცემ, მაგრამ სხვა ქსელებში მშვიდობა მოგივიდეთ, აუცილებლად გიპასუხებთ. ასევე ვისაც ძალიან გსურთ, ჩაეწერეთ და წლის გაშლების რაღაც 2 დღე დარჩა და არ გაუშვათ ხელიდან სხვა დახმარებებზე. აქ არაფერს ვამბობ. გარდა ამისა, უნდა ვთქვა, თუ ეს ვიდეო 18 იანვრის იმ საღამოს და იმ მომენტისათვის ჩაგევარდათ ხელს, როცა ჯერ არ შესრულებულა ჩემო კარგო ადამიანებო, 22 საათი და 53 წუთი, ხალხასობით ვამბობ, მე კითხვები რო არ იყოს, ამ დროს ზუსტად ხდება ახალმთვარეობა და აი აქ არ გამაზოთ და 1 სამოკვარი სურვილი ჩაიფიქრეთ. მოკლედ ასე. პრინციპში ყველამ ამ დღეს უნდა ნახოთ და ამ ღამის, ანუ გეგებებით ნათლიღების ღამეს დატვირთული, ღვთიური და მიწიერი ერთობით და უზენაესის მადლით დაპოხილი ნაკურთხი წყალი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ნათლიღების დღეს გადმოვიდეს ამ ყველაფრის მადლი ჩვენზე, ჩვენს კეთილსაქმეებზე და ყველა ასევე კეთილშობილ ადამიანზე. გაზერეთ ეს ვიდეო, რაც შეიძლება მალე მოედოს ყველას და რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ჩაიფიქროს სამოკვარი სურვილი და მინდა 2026 წელი ყველას მსუბუქი, ენერგიული, მშვიდი, სულიერად გაბალანსებული და ზემოდან ჯანმრთელი და ლამაზი გქონდეთ. ბარაქიანი რასაკვირველია. ძალიან მიყვარხართ. გელოდებით პირად კონსულტაციებზე.